იცხოვრე ჯანსაღად დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგყვებავს შენ და მომავალ თაობას. დღეს ვსაუბრობთ გარემოს დაცვითი პრინციპებით მოქმედ გუნდზე, რომელიც სრულად იზიარებს ზემოთ ხსენებულ იდეას და ქმნის მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესს სახელად სიდრის კლუბი ბაზალეთზე. სიდრი ეს არის ვაშლის წვენის ფერმენტაციის შედეგად მიღებული დაბალ ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ბაზალეთზე ენერგოეფექტური გზით მზადდება. ძალიან საინტერესო და სასარგებლო კონცეფციაზე სასაუბრო უამრავია, სწორედ ამიტომ ბიზნეს პოსტის სტუდიაში სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზალ ხელაძე ვსტუმრობს. მოგესალმებით ბატონო ზალ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა დღეს. სხვანაირად შეუძლებელია იმდენად საინტერესო კონცეფციაზე უნდა ვისაუბროთ. ნამდვილად, მადლობა თქვენი დროისთვის. სიდრის გარდა ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით, მათ შორის მწვანე კონცეფციაზეც იმედია რომ ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ ზოგადად სიდრის კონცეფცია და საიდან გაჩნდა სიდრის იდეა, რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში შესვლა. მოგახსენებთ, სიდრი თავისით მოვიდა ჩვენთან ეს იდეა. მოვიდა იქიდან რომ ჩვენ მწვანე იდეოლოგიის მიმდევრები ვართ და დავფიქრდით საკითხს იმის შესახებ, რომ რატომ არის ვაშლი დაჩაგრული ამ ქვეყანაზე და რატომ არის ყურძენი ესეთნაირად გაფეტიშებული, ასე ვთქვათ და დავიწყეთ ფიქრი იმის შესახებ, რომ ეს კონვენციონალური ვაშლი ორგანული წესით მოპოვებული მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის და მივედით სიდრთან. მივედით სიდრთან და ამ დროს დაგვხვდა ძალიან ბევრი გამოწვევები და ამ გამოწვევებსაც მეტად თუ ნაკლებად არ შევუშინდით და დავიწყეთ ამაზე ფიქრი. ფიქრი დავიწყეთ იმით, რომ გაგვეკეთებინა სიდრი ისეთნაირად, რომ ის ყოფილიყო მწვანე იდეოლოგიაზე და მწვანე პრინციპებზე აგებული და ეს არის ამისი ისტორია ესეთი, ანუ კონვენციონალური ვაშლი, რომელიც არის ქართველი, რომელიც საჭიროებს, ასე ვთქვათ, თანადგომას და არანაკლები ისტორიის და არანაკლები წარმომავლობის ვიდრე ყურძენი. ამიტომაც დავიწყეთ სიდრთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აი მწვანე სიდრის წარმოების პარალელურად თქვენ რაც მთავარია გაქვთ ასე ვთქვათ მწვანე ბიზნესი. მოდი ამის შესახებაც მოვუყვეთ მაყურებელს, რას გულისხმობს აი ეს მწვანე კონცეფცია. მოგახსენებთ, ჩვენი სიდრის მწვანე ბიზნესის ნაწილია ჩვენ ძირითადად კომპანია ვართ, რომელიც ესკო პრინციპებზე მუშაობს, რაც ნიშნავს ესკო პრინციპები ამასაც გამოსაზღვრავს, მაგრამ იდეოლოგია ჩვენი ბიზნესის არის ძალიან გავს დედამიწის განვითარების იდეოლოგიას, ანუ დედამიწის განვითარების გზას. მოგეხსენებათ, რომ დედამიწა ვითარდებოდა ესე, რომ იყო ჯერ მტვერი, შეერთებული პლაზმა, იყო ყავისფერი, ამის შემდგომ ის უკვე კაცივდა, გახდა რუხი ფერის, შემდგომ ეს წყალი გაიყინა, რომელიც წყალი იყო წარმოქმნილი, გახდა თეთრი და ბოლოს გახდა მწვანე და განვითარდა. აი, ასეთი პრინციპით ვავითარებთ ჩვენს ბიზნესებს, ანუ ჩვენ მივდივართ იმ ბიზნესებთან, რომელიც რაღაცა პერიოდისთვის არ არის საინტერესო, ამას ვქვა ბრაუნფილდები და აი ამ ესეთი დედამიწის ფერების განვითარების მიხედვით ვავითარებთ ამ ბიზნესსაც. ანუ ვხდით ამ ბიზნესს საინტერესოდ. სიდრიც ესეთი კომპონენტი იყო, რომ არ არის საქართველოში განვითარებული. ასეთი ბიზნესი ჩვენ მქონდა, ბრაუნფილდების ბიზნესი ბევრია საქართველოში. ჩვენი პირველი ბიზნესი იყო, როცა ჩვენ დეველოპერული პროექტი განვახორციელეთ და ბლოკავდა გარკვეულ ტერიტორიას გარკვეული საკითხები და ამის შემდგომ მოვახდინეთ მისი განვითარება დეველოპმენტში და კარგად დავამთავრეთ ეს ისტორია. პრინციპში ეხლა რამოდენიმე ბიზნესი გვაქვს, რომელიც არის ბიზნესისთვის მიზანშეუწონელი და ვავითარებთ აი ესეთი დედამიწის, როგორც დედამიწა ესეთი მისი. მაგალითად ესკო ბიზნესი რას ნიშნავს? ესკო ბიზნესი არის ისეთი ბიზნესი, რომელიც შედის ენერგოვამპერ კომპანიებში. ენერგოვამპერი კომპანია რა არის? გაგიხსნით, ეს არის ვთქვა თქვენ გაქვთ გარკვეული ბიზნესი, სადაც ენერგეტიკულად დანახარჯები ქმნის თქვენს პრობლემას. და რომ არ იყოს ეს დანახარჯები, მაშინ არ იქნება თქვენი პრობლემა, ხო? აი ჩვენ მივდივართ ასეთ ბიზნესებთან, საუბრობთ მათთან და ვცდილობთ, მაგალითად, გაქვთ სასტუმროს ბიზნესი და თვლით, რომ ძალიან ბევრი არის სხვადასხვა გათბობა, გაცილება, გაგრილების მიმართულებით დანახარჯები. ამ დროს ჩვენ ვიწყებთ თვლას, როგორ შეიძლება ეს იყოს შემცირებული, მინიმიზაციის პროექტს წარმოვადგენთ, ეს არის მწვანე პროექტი რესტრუქტურიზაციის და მოვდივართ თქვენთან და ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ამ დროს ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ერთად
ამ ეკონომიით, რომელიც შეიძლება მინიჭებული იქონდეს კომპანიას ამა თუ იმ პროცესების შედეგად, როგორ შეიძლება განვითარდეს ბიზნესი და ამ ეკონომიაზე მიბმულად როგორ გამართოთ ფინანსურად პროცესები. აი ეს არის ესეთი მოკლე, ასე ვთქვათ, ესკო მიმართულების შინაარსობრივი დატვირთვა. ბატონო ზალ, ერთის მხრივ გარემოზე ზრუნვა და მწვანე კონცეფციის და ამ საქმიანობის ალბათ ამოსავალი სწორედ ეს არის და მეორეს მხრივ ასევე ხარჯთეფექტურობა, ხომ? საინტერესოა, პროცენტულად რომ დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ გაქვთ საქართველოში რეგისტრირებული პირველი მწვანე შენობის სტატუსი, ხომ ასეა? კი. აი რა სარგებელს გაძლევთ? გარდა იმ იდეისა, უმაღლესი იდეისა, რაც არის გარემოზე ზრუნვა. ნუ გარემოზე ზრუნვა უკვე თვითონ სარგებელია, ხო? ასე დავიწყოთ აქედან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ არ ვიყოთ გარემოსთან მეგობრულ დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ამ გარემომ უნდა გამოყვებოს ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები და აქედან პირველი სარგებელი ეს უკვე გარემოზე ზრუნვა. მე არ მგონია, რომ სხვანაირი ბიზნესი იყოს სწორი, მხოლოდ ესეთი ბიზნესი მგონია არის სწორი. ეხლა ჩვენ ამას როგორ გავაკეთებთ, ხო? და როგორ მივალთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, ეს უკვე ჩვენი ხელოვნებაა და ბიზნესის ხელოვნებაა. სარგებელი არის პირველი ხარჯთეფექტურობა, მოგახსენეთ, გარემოზე ზემოქმედების შემცირება, ასე ვთქვათ, მავნე ზემოქმედების შემცირება, ენერგოეფექტიანობა, ენერგოეფექტურობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამის ყველაფრის რეალიზება შემდგომ ბიზნესში და ამისი გაყიდვა. აი ეს არის ამისი მარტივად რო ვთქვათ, ამისი სარგებელი და მე კიდევ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ იმას, რასაც ჩვენი სხვადასხვა ინდუსტრიული აქტივობების შედეგად ვარჩევ დედამიწას და ან ვთქვათ ოზონის ფენას ან სხვადასხვა გარემოს დაცვით ცუდ აქტივობებს ვახორციელებთ, ეს განვახორციელებთ, იმიტომ რომ ჩვენ ის არ მიგვინიჭებია მისთვის და ამიტომ უნდა გადავიდეთ სარგებლიანობის მაჩვენებელზე და გავხადოთ ეს მიზანშეწონილი ასე ვთქვათ. ბატონო ზალ, ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა გკითხოთ ძალიან საინტერესო მიდგომასთან დაკავშირებით, როდესაც დღეს ბიზნესის ზოგადად კადრების დეფიციტზე საუბრობს, თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო მიდგომა კადრების საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ კადრებს ძირითად შემთხვევაში თქვენ თავად ხდით და შემდგომში ასაქმებთ თქვენს მიმართულებებზე. ძალიან საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ეს პოლიტიკა და რამდენად ამართლებს ეს კონცეფცია. ეს პოლიტიკაც მწვანე იდეოლოგიის ნაწილია. აქაც ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ ხარჯთეფექტიანობას მივახციოთ. კი, ჩვენ 10 წელია, 12 წელია ამ მიმართულებას მიუყვებით. როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტს, ბარიერი რაც შემოდის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი კადრებია, ამას ჩვენ ვავითარებთ. ვიწყებთ დღესაც მაგალითად ჩვენი თანამშრომლები არიან ვიზიტად ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გადიან გადამზადებას, იმიტომ რომ ჩვენ სამშენებლო პროექტში ვართ შესული და ეს არის სწორედ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იმისი, რომ ჩვენ ამოვწიოთ ზედაპირზე ხარჯთეფექტიანობის და კვალიფიკაციის მივახციოთ იმ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელსაც ჩვენ ვახცევთ სხვადასხვა ამა თუ იმ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზალ სტუმრობისთვის. მწვანე ინჟინერინგის მიმართულებით სიახლეების კვალდაკვალ რა თქმა უნდა გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. კვლავ დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზალ ხელაძე.